4 ოქტომბრის აქციამდე ერთი დღით ადრე სამოქალაქო აქტივისტებს ევროპის მოედანზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები ხელკედებით იყვნენ შეიარაღებულები. ნაცემია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია. დაზიანება თავისა და სახის არეში მას სავარაუდოდ ხელკედებით მიაყენეს. 4 ოქტომბერი 4 საათი და ანონსებულ მასშტაბურ აქციამდე საათები რჩება. თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი და 8 პროდასავლური პარტია ბოიკოტს უცხადებს, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. პროტესტის მონაწილეებს ოცნება ემუქრება, რომ ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დიდი სიურპრიზით უპასუხებენ და საჭიროების შემთხვევაში უმკაცრეს ძალას გამოიყენებენ. არწავალ არჩევნებზე და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მეხუთე პრეზიდენტმა კობახიძის დღევანდელ გამოსვლას ტყუილი უწოდა და თქვა, რომ ხვალ სამართლიანი და თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება. ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვა საზოგადოების, რომელიც გამოდის ქუჩაში მშვიდობიანად უკვე 300 დღეზე მეტია, თქვა ზურაბიშვილმა. ევროკავშირი იმედისა და პოზიტივისთვის რუსული ჰიბრიდული საფრთხის გამო სანქციების დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.